ადამიანებს ყავდათ ერთადერთი კონკურენტი, ისევ ადამიანები, ამ წუთში ისე არ არის. შენი აზრით, ყველაზე ახლო მომავალში რომელი სფეროები აღარ იარსებებს? ჩემი მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტი ემუქრება თითქმის ყველა სფეროს, რაც კი არსებობს. მასში მომავალში შენ ადამიანის როლს რაღაცში ხედავ? თუ კაცობრიობამ ვერ ჩამოაყალიბა სწორი პოზიცია და ნება მისცა, რომ კი, შენ შეგიძლია ინტელექტუალურადაც მთლიანად ჩამანაცვლო, მაშინ ვიღებთ ნონსენსს. ანუ კაცობრიობა ჩერდება. თორნიკე ბოლოკაძე, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი და პოდკასტერი, რომელიც სხვადასხვა სოციალური პლატფორმების საშუალებით აზიარებს AI შესაძლებლობებსა და ასწავლის მის პრაქტიკულ გამოყენებას. როგორ შემიძლია ხელოვნური ინტელექტიდან მაქსიმალური სარგებელი წამოვიღოთ ჩემ საქმიანობაში? რა უფრო სახიფათო არის ბავშვებისთვის AI-ის გარეშე გაზრდა თუ AI-სთან ერთად ყველაფერს გავაკუთვნი სფერო, რომელსაც არ მიცემს ხალხი უფლებას, რომ ეს სფეროები ჩანაცვლდეს. ჩემი ღრმა რწმენა რო გითხრათ, კაცობრიობა გადაწყვეტს საბოლოოდ ერთ რაღაცას, რომ ყველაფერი ადამიანური არის ღირებული სამყაროში, რომელიც თვით ხელოვნურ ინტელექტსაც გამოკვებავს და ბონუსად უკეთეს შედეგს დაუდებს. ჩემი აზრით, პირველი ეგეთი სფერო არის მეგობრებო, პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეული გამოწერისთვის, რადგან ჩემთვის ეს ძალიან დიდი мотиваცია არის და მეუბნება ეს თითოეული თქვენი გამოწერა იმას, რომ სწორ გზაზე ვართ და კარგ რაღაცებს ვაკეთებთ და მოკლედ ვერ წარმოვიდგენთ რამხელა мотиваციით მავსებს, რომ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე კიდევ უფრო გავაუმჯობესო ეს ვიდეოები. მაგრამ YouTube ანალიტიკა მიჩვენებს, რომ 56% ვინც ამ პოდკასტს უყურებს, არ აქვს გამოწერილი. ბევრი გამსმენია, რომ უბრალოდ არ იცოდა, რომ საერთოდ subscribe-ის ღილაკზე უნდა დაეჭირა, ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ჩახვიდეთ, გადაამოწმოთ თუ გაქვთ დაჭერილი subscribe-ის ღილაკზე. ხოლო თუ არა გაქვთ, გამოიწეროთ და მოკლედ მე შემოგთავაზებთ პირობას გაძლევთ, რომ საუკეთესო კონტენტი და ეპიზოდები დაიდება. მადლობა და დრო დავიწყოთ ეპიზოდი. თორნიკე, მადლობა რომ მესტუმრე. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა რომ ეგეთი კითხვით დავიწყო რა. ეხლა გვიყურებს აუდიტორია, იმედი მაქვს ამ ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ 10,000 გამოწერზე ავედით უკვე და მადლობა მეგობრებო თქვენ ამისთვის და მინდა ეგრე დავიწყო ეხლა ეპიზოდი, რომ ადამიანი რომელიც ეხლა პირველად გხედავს, მაინტერესებს როგორ გააცნობდი შენს თავს, რას ეტყოდი შენს თავზე. ოკეი, სანამ მაგ კითხვის პასუხზე გადავიდოდე, პირველ რიგში წარმატებები, იმიტომ რომ წარმატება კი არა, უბრალოდ უკვე მიიღწეული გაქვს სერიოზული წარმატებისთვის და მაყურებელს მივმართავ, რომ ძალიან მომწონს სამკაცის პოდკასტი, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან smoothly და ძალიან ისე ნაჩქარევად წარმატებით ვითარდება შენი სტარტაპი და ჩემი აზრით მისაბაძია და ჩემი აზრით მათ შორის მე როგორც პოდკასტის ავტორმა ბევრი რაღაცა უნდა ვისწავლო შენგან, იმიტომ რომ ძალიან კარგად გესმის ეს თემა ჩემი მოსაზრებით ძალიან სწრაფად დიდ წარმატებას მიაღწია. მადლობა ძალიან. რაც შეეხება ჩემი საკუთარი თავის შესახებ როგორ გავაცნობდი, საინტერესო შეკითხვა სხვადასხვა ეგრე არ მიფიქრია მაგდენი მაგაზე როგორ შეიძლება გამეცნო, მაგრამ მე ყველაზე ესე მოკრძალებულად რო ვთქვა, ვიტყოდი ასე, ადამიანი, რომელიც იკვლევს ყველა საკითხს AI-სთან დაკავშირებით, ღრმად არის ამის კვლევაში ჩართული. ძალიან მომწონს, გატაცებული ვარ ამ თემით და გულით ვაკეთებ, მაინტერესებს ძალიან, საერთოდ რომ არაფერი სხვა არ არსებობდეს გარშემო ამას მაინც გავაკეთებდი, იმიტომ რომ მართლა მომწონს, ბევრი რაღაც ის ამჯერა, ეხლა ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და მე კითხვები თუ იქნება, მე ჩავშლი და გარდა იმისა, რომ მაინტერესებს და მომწონს კვლევა ამ ყველაფრის, ძალიან მომწონს გაზიარება სხვადასხვა ფორმით და ჩართულობა, ანუ საზოგადოებრივი სოციალური წრის შეკრა ამასთან დაკავშირებით და ამაზე საუბრის გამოწვევა, მოკლედ და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სოციალურ არხში, სხვადასხვა მარკეტინგული შეტევით, ასე ვთქვათ და მე მგონი, რომ რაღაცა დონეზე გამომდის მაყურებელი თავად შეიაბასებს ამ თემას სხვადასხვა სოციალურ ქსელში ეს ამბავი გამომდის რაღაცნაირად და სულ მცირეოდენი წვლილი შემოაქვს მე მგონი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში არ ვიტყოდი ამპარტავნულად ძალიან იუტისოდენა, მაგრამ არც წვლილს დაუკარგავ ჩემს თავს რაღაცა წვლილი ნამდვილად შემოაქვს. მე უნდა აღნიშნო, ანუ შენ პოდკასტებიდან გაგიცანი იდეა, შენი რაღაცა ეპიზოდები შენხვდა და მე აი შენი LinkedIn-ზე გადევნები თვალს და მათ იმდენად სასარგებლო ინფორმაცია, აი მე ხარ რაღაც ვიდეო მონტაჟ რაღაცებში რო ვარ, ფოტოები შექმნა რაღაცა, იმდენად საინტერესო რაღაც ინფორმაციები წამოვიღე, რომ ძალიან მეხმარებოდა რა. და ეხლა აი შემდეგ კითხვები აი უფრო ეხლა AI-ში რო
ჩავარდეთ რა, მინდა დავიწყო ისეთი კითხვით, რომ აი როგორ თქვა, ეხა ვიქნები მოკლედ ამ კითხვებში პატარა ბავშვი, რომელსაც აინტერესებს ძალიან ბევრი რაღაცა, რომ შეისწავლოს. და პირველ რიგში აი მინდა რომ დავიწყო ელემენტარული კითხვით, აი ზოგადად რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი? შეგიძლია მარტივი სიტყვებით რომ ამიხსნა და იმ აუდიტორიასაც სიტყვაზე, ვინც პირველად ჩართო ეს ეხა ვიდეო და უნდა ამ ყველაფერში გარკვევა. ოკეი, შეგვიძლია, ეგეც საინტერესო კითხვაა საკმაოდ, იმიტომ რომ ასე ვიტყოდი, რომ ალბათ ყველაზე რთული არის ცხოვრებაში სერიოზული ტერმინებისა და სერიოზული საკითხების ყველაზე მარტივი ფორმით განმარტება, თორე დაზეპირებული სერიოზული ტერმინებით განმარტება, ეს უფრო მარტივად მიღწევადია, ყველას შეუძლია, მაგრამ ეს გადმოსცე მარტივი და გასაგები ფორმით მარტივი ამბავი არაა, საბოლოო ჯამში მოკლედ. ხელოვნური ინტელექტი შეგვიძლია აი რაღაცნაირად ასე ჩვენი სიტყვებით რო დავახასიათოთ, აღვნიშნოთ, რომ ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული ალგორითმებით შეკრული, ალგორითმებითა და გამოთვლითი რესურსით გამაგრებული ტექნოლოგია, გარკვეული პროგრამა, ჩავთვალოთ, როგორც ფართო მასშტაბის და არა ტრადიციული პროგრამის მსგავსი, რომელსაც შეუძლია მონაცემებზე დაფუძნებით, უამრავ და უთვალავ მონაცემებზე დაფუძნებით, ეცადოს ადამიანური გონების, ადამიანური თვისებების, ასე ვთქვათ, კოპირება და ისე წარმოგვიდგეს ჩვენ წინაშე, როგორც თითქოს ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ადამიანი ლოგიკურად აზროვნებს, ადამიანი გვესაუბრება, კომუნიკაციაში შემოდის ჩვენთან და რაღაცა გადაწყვეტილებებს იღებს, გარკვეული ინტელექტი გააჩნია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანუ რამდენიმე კომპონენტი შეგვიძლია გამოვყოთ, რომ კარგად ავხსნათ. ტრადიციული პროგრამისგან განსხვავებით, კომპიუტერული პროგრამისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი არის წინასწარ გაწერილი, თუ მოხდა A, მაშინ მოხდეს B, C, D და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში გვაქვს ფართო პროგრამა, ჩავთვალოთ, რომელშიც გაერთიანებულია ძალიან ბევრი მონაცემი, უბრალოდ დაფუძნებულია ძალიან ბევრ მონაცემზე და სპეციალური მათემატიკური ალგორითმებისა და გამოთვლითი რესურსების წყალობით ხდება გარკვეული ინტელექტის ჩამოყალიბება, თვითსწავლა, ადაპტირება, განვითარება და წარმოგვიდგება როგორც ინტელექტი, ანუ ადამიანის მსგავსი არსება, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არის სტატისტიკური მოდელი, უბრალოდ ალბათური გამოთვლითი მოდელი, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებით რომ გამოიმუშავა ინტელექტი, უკვე პასუხობს მთელ რიგ შეკითხვებს. აჰა, გასაგებია და შენი აზრით დღეს ხელოვნური ინტელექტი რამდენად ჭკვიანია და აი ამ განვითარების გზაზე ალბათ კიდე პოტენციალი ძალიან დიდი აქვს. აი, შენი აზრით სად ვართ? ასე შეგვიძლია ვთქვათ ამ შეკითხვაზე პასუხი, რომ ამ წუთის მდგომარეობით სიმართლე გითხრა, მან ეგეთია სიტუაცია, რომ კაცობრიობა საერთოდ გვახასიათებს ხოლმე რაღაცებისგან უდიდესი ჰაიპის შექმნა, ანუ ქართულად რო განვმარტოთ, რაღაცა მოლოდინების ჩამოყალიბება სერიოზული, რომელსაც არ აქვს მთლად ისეთი საფუძველი. მიდრეკილება გვაქვს საზოგადოებას ამისკენ, აი ამის კეთებისკენ. და არც ის არ შეიძლება რომ წვლილი დაუკარგოთ ხელოვნურ ინტელექტს რეალურად რაც ახლა წარმოადგენს, მაგრამ არც ის არ შეიძლება რომ რაღაცა ისეთი მოლოდინები შევიქმნათ, რომ ეს არის რაღაცა სასწაული ტექნოლოგია, რომელსაც ისეთი ინტელექტი აქვს მართლა ამ წუთში, როგორც ადამიანს აქვს და ადამიანის მსგავსი. შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რაღაცა მაინც, ძალიან ზედაპირულად ახლა ის ძალიან ბევრ ცვლადს მოიცავს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვართ ხელოვნური ინტელექტის განვითარების რაღაცა შუალედურ ეპოქაში, ჩავთვალოთ, როცა ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არის სივრცე, რომ ძალიან დაიხვეწოს, ძალიან განვითარდეს, მაგრამ ის მომენტი, რომელსაც უწოდებენ AGI-ს, ანუ ხელოვნური ინტელექტის დონე, რომელიც მიაღწევს ადამიანის თანასწორი გახდება ხელოვნური ინტელექტი და ისე იაზროვნებს და ისე იქნება წარმოდგენილი ჩვენ წინაშე როგორც ადამიანია თავისი გონებრივი შესაძლებლობებით, აქამდე ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი გვიკლია კიდევ. იმიტომ რომ ადამიანი თავისი არსებით შეიცავს ძალიან ბევრ რაღაცას და იმ ყველაფრის კოპირება მოახდინოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ეს მარტივი საქმე არ არის. თუმცა, რაც შეეხება იმ მომენტს, რაშიც ახლა ჩვენ შეგვიძლია ყველაზე უკეთ
ავიღოთ, რო წარმოვისახოთ რა მომენტში ვართ ახლა, შედარება დაახლოებით 20-22 წელთან ან 20-23 წელთან, როცა თავიდან გამოვიდა ხელოვნური ინტელექტის დიდი ენობრივი მოდელი, large language model, ChatGPT. კიდევ უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი არსებობდა მაქამდე სხვადასხვა ფორმით და ეს ამბავი არ დაწყებულა 20-22 წელს. მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ 20-22 წლიდან, როდესაც ChatGPT გამოვიდა და დღევანდელ დღეს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს შორის არის იმხელა სხვაობა განვითარების კუთხით, რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს სფერო ვითარდება სასწაულის სისწრაფით. აი, ყველაზე მარტივი აღსაქმელი შედარება რო ვთქვა ეხლა, რომ მაყურებელს არ დარჩეს ესე შედაბეჭდება, რომ ვერ გაიგოს რას გულისხმობ. დარწმუნებული ვარ შენი მაყურებლის უმეტესობას ნანახი ექნება 20-22 წელს და 20-23 წელს AI-ის მიერ დაგენერირებული რაღაცა ფოტოები, სადმე მაინც ექნება შენახვედრე და ექნება ნანახი, რა თქმა უნდა, დღეს დაგენერირებული ფოტო და ვიდეო მასალაც, რომელშიც ბევრი რაღაცა უკლია ჯერ კიდევ, მაგრამ არის ძალიან დიდი სხვაობა. დარწმუნებული ვარ შენი მაყურებლებისგან უმეტესობას 20-22 წელს ChatGPT რო გამოვიდა, ანუ 20-23 წელს ერთხელ მაინც ექნება ChatGPT-სთან რამე მინაწერი, რაიმე კითხვა დასმული და ემახსოვრება პირველი პასუხი, თუ როგორ ზედაპირულად პასუხობდა და რამხელა ნაკლოვანება იყო, რამდენი ჰალუცინაცია ჰქონდა, ანუ გამოგონილი თავისი სიმართლე და ასე შემდეგ და ეხლა ექნება კიდე გამოცდილება, როს წერს ChatGPT-ს ან რომელიმე მოდელს რეალურად რა შედეგს იღებს. ანუ რამხელაა სხვაობა და იცი რა არის, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიდაოთ და ვთქვათ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსეა, მაგრამ არაფერს არ მოგცემს იმაზე საუბარი, რომ სულ ვისაუბროთ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, ხო? უბრალოდ უნდა დაუკვირდეთ რა იყო, რა მოგახდა ეხა, რა მოვიდა და რამდენად სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი რა. და აი მაინც რო შევაჯამო, ცოტა გრძელი პასუხი გამომივიდა. ძალიან რთულია მაგ შეკითხვაზე, აი რიცხობრივი პასუხის გაცემა. მე მიყვარს ყველაფერი რიცხვებამდე დაყვანილი, მაგრამ აი ძალიან უხიშად რო ვთქვათ, ჩემი მოსაზრებით, ეს არის რაღაცა თავისი განვითარების 50%-ზე, უბრალოდ 100% შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ხელოვნური ინტელექტის განვითარების სივრცე AGI-მდე, ანუ როცა მიაღწევს, თუ მიაღწევს როდესმე საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნური ინტელექტი განვითარების იმ დონეს, როცა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს გაუტოლდება, აი მაქამდე თუ ვიტყვით, რომ არის 100% მოცულობა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 50-60%-ს გარკვეულწილად უკვე მიღწეული აქვს რჩება განვითარების რაღაცა სივრცე, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯებია უკვე გადადგმული წინ. და აი წეგან რო ახსენეთ, ბევრი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი არისო და ერთმანეთისგან განსხვავებულებიც არისო, რა, ChatGPT, Gemini და ასე შემდეგ. მაინტერესებს აი როგორ შემიძლია აი მე მაგალითად აი ყველა ადამიანმა თავის სფეროში მოკლედ მაქსიმალურად გამოიყენოს ის რესურსები, რაც მაქვს, რომ აი ხელოვნური ინტელექტიდან მაქსიმალური სარგებელი წამოვიღო ჩემ საქმიანობაში. აი რისი გაკეთება შემიძლია, როგორ გამოვიყენო ეგ ყველაფერი და რომელი ხელოვნური ინტელექტი ჯობია მაინც ყველაზე მეტად. გასაგებია შეკითხვა. ხელოვნური ინტელექტს ჩემი აზრით ახასიათებს ერთი სპეციფიკა და თავისებურება, რომ ეს არ არის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს ვერტიკალური სირთულე. და რას ნიშნავს ვერტიკალური სირთულე? ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი განმარტებით ამ ტერმინისა. ვერტიკალურ სირთულეში, როგორც ტექნოლოგიაში ვგულისხმობ, რომ წარმოიდგინე ხელოვნური ინტელექტი რო იყოს ერთი პროგრამა მარტო და იყოს ის ერთი პროგრამა ძალიან რთული UI UX-ის თვალსაზრისით ფუნქციურად და მოკლედ საკმაოდ რთული იყოს იმასთან ადამიანის ადაპტირება. რა ვიცი, ავიღოთ რაღაცა, თუნდაც Photoshop-ი ხა ან Excel-ი ან რომელიმე დიდი პროგრამა, რომელიც ასე ერთი ჩახედვით ვერტიკალური სირთულე გააჩნია. ფუნქციური თვალსაზრისით, გამოყენებადობის თვალსაზრისით. ეს ასე არ არის. სულ თითოეული ხელოვნური ინტელექტის მოდელი მოიცავს აი დაახლოებით 6-დან 10 სხვადასხვა ფუნქციამდე ინტერფეისის თვალსაზრისით. შენს გექნება ნანახი, აუცილებლად იყენებ, იმიტომ რომ გექნება ნანახი, რომ ყველა მოდელი გავს რაღაცნაირად ერთმანეთს. ინტერფეისი ყველას დეთქმის ერთი და იგივე აქვს და setting-შიც თუ არ გადაგიხედავს ძალიან, რო გითხრა, რომ რაღაცა სასწაული ფუნქციებია, ასე ნამდვილად არ არის.
სამაგიეროდ ხელოვნურ ინტელექტს განსხვავებით ტრადიციული პროგრამებისგან და პლატფორმებისგან აქვს სირთულე, რომ აქვს ჰორიზონტალური სირთულე. ანუ ჰორიზონტალური გაშლა აქვს ძალიან დიდი. რაც გულისხმობს იმას, რომ საქმე გვაქვს არა 1, 2, 3 მოდელთან, მაგალითად CRM სისტემები ტრადიციული გექნებოდა, როდესმე შეხება, ხო? არის ძირითადად 4-5 მოთამაშე, ხო ასეა? Zoho, HubSpot, Salesforce, Bittrex და რამდენიმე კიდე სხვა ვარიანტი, Microsoft Dynamics და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არაც ხდება სულ რაღაცა 5-6 დიდ კომპანიას. 5-6 დიდ პლატფორმას. მაგრამ აქვს თითოეულს ვერტიკალური სირთულე, ანუ საკმაოდ ფუნქციურად არის საკმაოდ ბევრი ფუნქცია გაერთიანებული, ბევრი რაღაცაა მოსახმარი იქ. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი ერთი აღებული არ არის რთული, მაგრამ არის იმდენად ბევრი მოდელი, რომ ეს ცოტა ართულებს საქმეს. ეხლა რომ ამ შესავლის და გრძელი შესავლის მერე რომ დაუბრუნდე შენს შეკითხვას, შეკითხვა იყო შემდეგი, რომ როგორ შეიძლება იოპერიროს ადამიანმა, როგორ შეიძლება გაიკვლიოს გზა, რომ აი ამდენ მოდელში გამოიკვლიოს თუ რომელია მისთვის ოპტიმალური და ამოიღოს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ეს არის შეკითხვა. ამ შეკითხვაზე მე ვუპასუხებდი ასე, რომ ადამიანებმა ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა განსაზღვრონ რა არის მათთვის მაქსიმალური სარგებელი. პირდაპირ გეტყვი, რომ ჩემი აზრით პრობლემა ზოგჯერ და კი არა ბევრ შემთხვევაში არ არის ტექნოლოგია გვაქვს თუ არა და შესაბამისი სოლუშენები, შესაბამისი გადაწყვეტები გვაქვს თუ არა. პრობლემა ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე, რომ ადამიანმა არ იცის რა უნდა ამოიღოს. ანუ რა სჭირდება რეალურად. აი ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ბიზნეს პროცესის სამართავად, სტრატეგიული ბიზნესის სამართავად გვაქვს სხვადასხვა შემუშავებული ფრეიმვორკი, ანუ ჩარჩო თეორიული, რომლის მიხედვითაც რაღაცებს ვაანალიზებთ ხოლმე, ხო ასე? აი ერთი მაგალითი რო დავასახელოთ, ეხლა SWOT ანალიზი, ხო ასე? SWOT ანალიზის გარდა გვაქვს 20-ნაირი სხვა ტერმინი კიდე და სხვა ფრეიმვორკი, ანუ ჩარჩო. იმის თქმა მინდა, რომ თუ ხარ ბიზნეს ანალიტიკოსი, ბიზნეს სტრატეგი, აღმასრულებელი მენეჯმენტიდან, შენ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება აი ამ მთელ პროცესებში ძალიან კარგად გაგარკვიოს და ძალიან კარგად მოგცეს ყველანაირი ანალიზი, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხო ის არის, რომ ფიზიკურად შენ უნდა იცოდე ეს თემები. მე მივხვდი რას გეუბნები. ანუ თუ ეს თემები შენ არ იცი, გარკვეული წარმოდგენა არ გაქვს, კი ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება თავისითაც გასწავლოს ეს ყველაფერი, მაგრამ პროცესი იწელება. ანუ იმის თქმა მინდა ამით, რომ ადამიანი პირველი პუნქტი რაც შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ ის არის რომ ადამიანი უნდა იყოს მზად რომ გასწიოს ხელოვნურ ინტელექტმა ინტელექტუალური ასე ვთქვათ ჭაპანი და არ იყოს ეს ყველაფერი მიშვებული მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე. რაც შეეხება მეორე საკითხი ის არის რომ ჩემი მოსაზრებით ადამიანება ხელოვნურ ინტელექტთან ცოტა მასშტაბური და გრძელვადიანი საუბარი უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი აღებული ერთი მოდელი, ChatGPT-დან დაწყებული, Gemini-ით დამთავრებული, თვითონვე გვაძლევს guidelines ნაბიჯ თუ რა ხელსაწყოები შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე. ეს ხო აღარ არის ისეთი თემა, რომ რაღაცა ხელსაწყოები არსებობს და ჩვენ აი არ ვიცით და გვიჭირს მოძებნა. ან დაგუგლა, ან რაღაცა, ხო? ChatGPT რო არსებობდეს მხოლოდ და სხვა დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელები საერთოდ არ არსებობდეს Gemini და რამდენიმე სხვა მოდელი, მხოლოდ ChatGPT-დანაც კი შემიძლია ყველა ციფრულ ხელსაწყოზე გავიდე ძალიან მარტივად და ამისთვის დამჭირდება სულ 1 საათი. უბრალოდ ჩემს მიზნებს ჩამოუყალიბებ, ჩემს ამოცანებს ჩამოუყალიბებ, ჩემს საჭიროებებს ჩამოუყალიბებ, რამდენიმე შეკითხვაზე უპასუხებ და თვითონვე მირჩევს რომელი ხელსაწყო არსებობს და რომელ ხელსაწყოს შეიძლება მივწოდე. აქედან გამომდინარე, ჩვენს მაყურებელს ურჩევდი პირველ რიგში ამას, რომ დაიწყეთ ხელოვნურ ინტელექტთან საფუძვლიანი კომუნიკაცია და ძალიან ბევრ შედეგზე გახვალთ.
ბევრი ტესტი მაქვს ამაზე ჩატარებული. შეუძლებელია რომ რაღაცა გამორჩეს ხელოვნურ ინტელექტს. ან თუ ერთ მოდელს გამორჩება, მეორე მოდელს არ გამორჩება. მე თუ ვარ კიდე ერთხელ რომ დავასახელო მაგალითი, მე თუ ვარ დიზაინერი და მაინტერესებს მაგალითად ფოტოგენერაციის, ფოტორედაქტირების რა ხელსაწყოები არსებობს, სულ მჭირდება 45 წუთი რომ დავჯდე და დაველაპარაკო ChatGPT-ს, დიდ მოდელს Gemini-ს, Google-ის და რომელიმე მოდელს მაგალითად Perplexity ძალიან კარგი მოდელია. და დაუსაუბროთ ერთადერთი შეკითხვა, რომ მე ვარ ამ პროფესიის წარმომადგენელი, მაქვს ეს საჭიროებები და მირჩიე ზუსტად რომელი ხელსაწყოების გამოყენება შეიძლება. შემდეგი შეკითხვა რა იქნება? ამ ხელსაწყოებში როგორაა ფასების განაწილება? ანუ რამდენი უნდა გადავიხადო, როგორ პირდაპირ თავშივე მითხარით და შემდეგი შეკითხვა, რა ფუნქცია შესაძლებლობები არსებობს და შემიდარე, სანამ მე გავხსნი თითოეულ მათგანს და დავათვალიერებ ჩემი ხელით, შემიდარე ერთმანეთს და ისე მომეცი სრულყოფილი პასუხი. ძალიან საინტერესოა. ისე ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომ აი ხელოვნურ ინტელექტმა შეიძლება რაღაც სფეროები გააქროს და ჩაანაცვლოს. შენი აზრით, აი ყველაზე ახლო მომავალში, რაღაც აი 1-2 წელიწადში, აი ყველაზე ახლო პერიოდში, რომელი სფეროები აღარ იარსებებს, რა პროფესიები აღარ იარსებებენ აი ამ ხელოვნური ინტელექტის გამო? ხო, ყველაზე აქტუალური შეკითხვა, რაც კაცობრიობას გააჩნია, მე მგონი ეგ არის და ყველაზე რთული შეკითხვა, ზოგჯერ ამორალური შეკითხვაც ხოლმე, იმიტომ რომ პასუხიც შეიძლება ამორალური იყოს. ჩემი მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტი ამ მიმართულებით ემუქრება დაახლოებით თითქმის ყველა სფეროს, რაც კი არსებობს დღეს პროფესიული, გარდა ისეთი სფეროებისა, რომელიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს, თუმცა მანდაც სერიოზული ის არის, რა ქვია, შეტევა რობოტების მხრივ, თუ ეს სფერო ძალიან განვითარდა, რომ შეიძლება აქაც სერიოზული გარღვევა მოხდეს. მაგრამ ჩემი აზრით, მე აი ძალიან ისე ჰიპოთეტურად რო გითხრათ და ჩემი ღრმა რწმენა რო გითხრათ, კაცობრიობა გადაწყვეტს საბოლოოდ ერთ რაღაცას, რომ ყველაფერი ადამიანური არის ღირებული სამყაროში და ჩამოყალიბდება და შეთანხმდება ამაზე და არ დაიკარგება არასდროს ადამიანური ღრმა პროფესიული ნიჭი ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც თვით ხელოვნურ ინტელექტსაც გამოკვებავს და უკეთეს ბონუსად უკეთეს შედეგს დაუდებს. თუმცა თითქმის ყველა სფერო, ჩემი აზრით, თითქმის ყველა სფერო, რომელშიც საქმე გვაქვს ადამიანურ ნაკლოვან კომპეტენციასთან, ნაკლოვან პროფესიონალიზმთან, ნაკლოვან განვითარებასთან, ყველაფერს ემუქრება თითქმის ჩანაცვლება. ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რომ გასაგები იყოს ჩემი პოზიცია. მე თუ მყავს დეპარტამენტში ადამიანი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილია და აქვს რაღაცა ღრმა ადამიანური ანალიზი და დაკვირვება და შეხედულებები, რომლის ჩამოყალიბებაც ამ წუთში ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ცალსახად, მაშინ მე ის ადამიანი მიიღირს ყველანაირად და მაქსიმალური ინვესტიცია შემიძლია. და მე თუ დეპარტამენტში მყავს ნებისმიერი ტიპის ადამიანი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელიც მიდებს მიშა ისეთ შედეგს, რომლის მიღება შემიძლია მე ხელოვნური ინტელექტის აგენტისგანაც, ნებისმიერ მომენტში შემიძლია უბრალოდ ჩავანაცვლო ხელოვნური ინტელექტის აგენტით. იმიტომ რომ ეს ჩემთვის იქნება ნაკლები დროის ხარჯვა, ნაკლები რესურსის ხარჯვა, ნაკლები ნერვების ხარჯვა. ადამიანის ამოცანაა დღეს ჩემი აზრით, რომ იყოს რაღაცნაირად ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყო თავისი თავი ბევრად უკეთ განავითაროს. რადგანაც თუ გქონდა ბაზარზე ადრე სიტუაცია, როცა ადამიანებს ყავდათ ერთადერთი კონკურენტი, ისევ ადამიანები, ამ წუთში ესე არ არის. ახლა ყავს უკვე ორი კონკურენტი, ისევ სხვა ადამიანები და ისევ AI აგენტი. ანალოგიურად აი შემოგიბრუნებ შეკითხვას, შენ ხარ ჩემი უფროსი და მე ერთი მხარეს გაქვს ხელოვნური ინტელექტის აგენტი, რომელშიც დახარჯავ რაღაცა თუნდაც $100 ან $200 თვეში, რაც იქნება რაღაცა გონირულობის ფარგლებში და ვარ მე, რომელიც უბრალოდ
დგას და ან გიწერს დაბალი ხარისხის, გაძლევს დაბალი ხარისხის შედეგს ძალიან, ან მეორე ვარიანტში უბრალოდ დგას და ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებულ რაღაცა მასალას აკოპირებს და მოაქვს შენთან. აი პატიოსნად და ძალსახად რომ ვიპასუხო, შენ მე მგონი არჩევანს გააკეთებ აგენტზე, იმიტომ რომ რა თქინდი ვარ მე, რომელიც უბრალოდ აკოპირებ, შენს დააკოპირებ მაგას, გააკეთებ 5 წუთში. შეიძლება დაგეხარჯოს დამატებითი 9 საათი დღეში, მაგრამ მოიგებ თანხასაც და ბევრ სხვა საკითხსაც. ჩემი ამოცანაა როგორც თანამშრომლის შენ წინაშე, რომ მე მქონდეს რაღაცა ჩემი ნიშა. რაღაცა ადამიანური თვალსაზრისი, შეიძლება რაღაცაში ვერ ვჯობდა ხელოვნური ინტელექტის აგენტს, მაგრამ მქონდეს რაღაცა გამორჩეული, ასე ვთქვათ, ფუნქცია, შესაძლებლობა, უნარი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ აკმაყოფილებს და მე ჩემი ადამიანური ბუნებით შენ მოგაწონო თავი და ვიყო შენთვის აქტუალური და საჭირო. დღეს საკმაოდ პოპულარულია კრიპტოვაჭრობა. შესაბამისად, ასე დროს ძალიან მნიშვნელოვანია აარჩიოს სანდო ბირჟა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ბაზარზე. სწორედ ამიტომ მინდა გაგაცნოთ ჩვენი ეპიზოდების სპონსორი, საერთაშორისო კრიპტო ბირჟა XT, რომელსაც უკვე მილიონობით მომხმარებელი ყავს. პლატფორმა მარტივია როგორც დამწყები ტრეიდერებისთვის, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისთვის. და რაც მთავარია, ჩემი გამომწერებისთვის XT-მ გამოყო საბონუსე სისტემა. თუ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით და შეიტანთ მინიმუმ $40 და იტრეიდებთ ფიუჩერებზე, შეგიძლიათ მიიღოთ სავაჭრო თანხა $40-დან $400-მდე. ბონუსის ოდენობა განისაზღვრება თქვენს დეპოზიტსა და სავაჭრო მოცულობაზე. ლინკი აღწერაშია, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ დეტალები და დარეგისტრირდეთ. გასაგებია. მაგრამ აი, ნახე, კი, ბევრ რაღაცა, აი ხა შენ რაც მითხარი, დავიჭირე ლოგიკა, რატო შეიძლება ბევრი რაღაც ჩანაცვლოს, მაგრამ აი, დავიჭირო, აი, 5 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი იმდენად ჭკვიანი იქნება ჩემი აზრით, რომ ბევრი რაღაც შეიძლება ძალიან მარტივად ჩანაცვლდეს, რა წელა როგორც ვისაუბრეთ, მაგრამ დავიჭირო რაღაცა ისეთი სფეროები მაინც არ დარჩება მაგ 5 წელიწადში, რომელსაც აი ფიზიკურად შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტი რომ მაგ ყველაფერში ჩაერთოს. არ მგონია სიმართლე გითხრა, აი არ მახსენდება არაფერი სფერო, რომელშიც შეიძლება ვიდაოთ დოზებზე, რამდენად ზოგგან შეიძლება უფრო მეტად ჩაერთოს და ზოგგან უფრო ნაკლებად ჩაერთოს, მაგრამ არ მეგულება სფერო, რომელშიც არ იქნება, აი არ მეგულება სფერო პირდაპირ გეტყვი რელიგიიდან დაწყებული, რაღაცა ფინანსებით დამთავრებული, რომელშიც და თუნდაც ფიზიკურ სამუშაოებს შევხედოთ, თუნდაც კონსტრუქტორობით გაგრძელებული თუ დამთავრებული, სადაც ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ფორმით, ფიზიკურ შრომაში რობოტების მხრივ და სხვანაირ შრომაში, ინტელექტუალურ შრომაში სხვა მიმართულებით არ მეგულება სფერო, სადაც რაღაცა დოზით მაინც არ შეიძლება იყოს შემოსული და არ იყოს, ესე ვთქვათ, რესურსი არ ქონდეს ჩანაცვლების. შენ თუ გახსენდება, შეგიძლია მითხრა, უბრალოდ აი ვერ ვიტყვი, რომ არსებობს რაღაცა ეგეთი სფერო. უბრალოდ შეგვიძლია ვიდაოთ დოზებზე და შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რომ მე იმისიც არ მჯერა, რომ კაცობრიობა ნებას დართავს, ასე ვთქვათ, ამ ტექნოლოგიურ განვითარებას, რომ ადამიანის საჭიროება საერთოდ გააქროს და საერთოდ ნონსენსი მივიღოთ. თუმცა იმისი მჯერა, რომ კაცობრიობა ნებას დართავს ამ ტექნოლოგიას, რომ რაღაცა პროფესიები სრულად ჩაანაცვლოს. რაღაცა პროფესიები, რომელსაც შეუძლია, ასე ვთქვათ, რომელშიც არსებობს ასეთი რესურსი. და შენი აზრით, რომელზე არ დართავს კაცობრიობა ნებას რომ ჩაანაცვლოს? აი მაგალითად 5 სფერო, რომელსაც არ დართავს, რომ აი 5 წელიწადში როცა ყველაზე ჭკვიანი იქნება ხელოვნური ინტელექტი, რომ არ მიცემს ხალხი უფლებას, რომ ეს სფეროები ჩანაცვლდეს. ჩემი აზრით, პირველი ეგეთი სფერო არის სერიოზული ტოპ მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, ნებისმიერ მიმართულებით, პროფესიულად ვიტყვი უფრო, როდესაც ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, რომ და სწორიც არის ეს, რომ თვითონ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები და კაცობრიობას ძალიან გაუჭირდება ნების დართვა ტექნოლოგიას, რომ მთლიანად გადააბაროს გადაწყვეტილების მიღება იმის გარეშე, რომ თვითონ უკავშირი მისცეს, მოკლედ. ანუ ჩემი აზრით, ეს ტოპ გადაწყვეტილებები მაინც კაცობრიობისგან, მაინც ადამიანების ხელში იქნება დატოვონ. ყოველ შემთხვევაში მცდელობა ამისი იქნება, რომ ეს აუცილებლად დატოვონ. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აი ძალიან გაჭირდება ჩემი აზრით ისეთ
ისეთ სფეროებში შემოსვლა ხელოვნური ინტელექტის და რაღაცა სერიოზულად დამკვიდრება, როგორც არის რელიგიური, სპირიტუალური, თუნდაც ფსიქოლოგიური, სადაც ადამიანების კონტაქტი არის საჭირო. და ასე ვთქვათ, აქ ამ მიმართულებით მაინც ადამიანებზე აქვთ რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, არ მგონია, რომ ეგ ასე პირდაპირი კონტაქტი ჩანაცვლდეს ადამიანთან შეხება. თუმცა აქ უნდა აღვინიშნოთ, რომ ამ თემებზე ძალიან ბევრი ადამიანი წერს ხელოვნურ ინტელექტს და ბევრი კვლევა ჩატარდა ფსიქოლოგიურ თემებზე და ასე შემდეგ, ბევრი ადამიანი წერს, მაგრამ მე ვგულისხმობ პირდაპირ კონტაქტს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ჩემი აზრით და სადაც ძალიან გაჭირდება ასე ვთქვათ, მესამე თემა, რაშიც კაცობრიობა ალბათ ძალიან ნაკლებად დართავს ხელოვნურ ინტელექტს ძალიან განვითარებას. მე სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტუალურია ეს თემა, რობოტების მჭერა ნაკლებად გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ განა შესაძლებლობის არ მჯერა და განა იმისი არ მჯერა, რომ მომავალში ძალიან განვითარდება. უბრალოდ ჩემი მოსაზრებით ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ადამიანებისკენ და ძალიან უჭირთ ადაპტირება, ასე ვთქვათ, როგორ უნდა გაალამაზონ რობოტთან. აი ძალიან უჭირს რკინა საბოლოო ჯამში ადამიანისთვის ეს მე არ გულისხმობ ხა 100%, მე გულისხმობ ძალიან დიდ პროცენტით ადამიანებს და აი თუნდაც მცირე კვლევა შენს და შენ მომაყურებელმა შეგიძლიათ ჩაატაროთ თქვენ გარშემო 10 ადამიანს რომ მკითხოთ რამდენი გიპასუხებთ რომ ოკეია რომ ყავდეთ სახში 2-3 რობოტი რომ აჩუქონ. აი უბრალოდ 10 ადამიანს კითხეთ, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და აი მოისმინეთ პოზიცია. თავიდან ალბათ ისე გასართობად რომ რაღაც ახალი არის რაღაცა და მე ალბათ იცი რა არის? ეხლა გაგიჩნდება ესეთი შეკითხვა. რობოტებშიც ხომ არის ხელოვნური ინტელექტი გამოხატულად და ChatGPT-შიც არის. და ლოგიკური შეკითხვა გაგიჩნდება ჩემს მოსაზრებაზე, რომ თუ ChatGPT-ს ადაპტირება მოახდინა ძალიან კარგად, რობოტის ადაპტირებაში, ანუ იქაც ხელოვნური ინტელექტი გვაქვს რეალურად. ნახე, ChatGPT არის web ინტერფეისი, რომელსაც ვემესიჯებით, რომელსაც ვესაუბრებით. ანუ კომუნიკაციაში შევდივართ სხვა ფორმით, ანუ სხვა გამოცდილებაა ჩვენთვის ეს. და რობოტი არის ჩათვალე არსება სახში, რომელიც დადის. ანუ უფრო რთული გამოცდილება ამის ახსნა მინდა რა. და ChatGPT რო გამოვიდა, ზურგს უმაგრებდა წლების განმავლობაში ტელეკომუნიკაციის განვითარება, როცა ჩვენ ერთმანეთს ვემესიჯებოდით. ეს არ იყო ჩვენთვის ახალი ხილი. გამიგე? ანუ ჩვენ გამოცდილება გვქონდა უკვე დიდი ხნის, 20 წელზე მეტი ფაქტობრივად, როცა ჩვენ ან კომპიუტერს ვხსნიდით, ან ტელეფონს ვხსნიდით და ვიღაცას ვემესიჯებოდით და ვერ ვხედავდით იმას. ეს ჩვენთვის გამოცდილება იყო. აქედან გამომდინარე, რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ ჩემი აზრით კაცობრიობამ ძალიან კარგად მიიღო. აი ერთი დაკვირვების შედეგებს გეტყვი, მიშა, ძალიან საინტერესოა, შენ იცი, მე ყველა სოციალურ ქსელში ვაქტიურობ. ასე მასშტაბურად აქტიურობა, ხელოვნურ ინტელექტში მანამდეც ვიყავი ჩართული, მაგრამ აქტიურობა დავიწყე დაახლოებით მაისში. ეხლა არის მაისიდან დაწყებული, ეხლა არის იანვარი, ხო ასე? პირველი დაკვირვება. მაისში რო დავიწყე, სიმართლე გითხრა, უკვე ფაქტობრივად ნეგატიური კომენტარები იყო მინიმალური ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. აი ფაქტობრივად არ მოდიოდა. აი ძალიან მცირე დოზით. თუმცა მაისში არ იყო ჯერ კიდევ ისე აქტიურად მოხმარებადი ხელოვნური ინტელექტი. დღეს არის იანვარი. ამას მე სიტყვაზე მენდეთ, სულ ვაკვირდები და ვიკვლევ ამ თემას. მოკლედ, იმიტომ რომ ყველა სოციალურ ქსელში ვაქტიურობ. იანვარში დღესდღეობით შეიცვალა ორი რაღაცა. პირველი ნეგატიური კომენტარების მაჩვენებელი ფაქტობრივად დასულია 0.00 რაღაცა პროცენტზე. ანუ ფაქტობრივად ნეგატიურ კომენტარს არ ვიღებ, ნეგატიურ კომენტარს პირადად არც არასდროს ვიღებდი. უბრალოდ რამდენჯერმე იყო ხოლმე შემთხვევა, რომ აი ეს ხელოვნური ინტელექტი და მოკლედ შეთქმულების თეორიები და ძალიან ცუდი წარმოსახვა ამასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივად ნულთან არის მიახლოებული ეს ნეგატიური კომენტარები და აი ვერ წარმოიდგენ რამდენმა ადამიანმა ამ თვეების განმავლობაში რამდენმა ადამიანმა დაიწყო ჩართულობა ხელოვნურ ინტელექტში, ანუ რამდენი ადამიანმა გადმოვიდა მთლიანად ამ სფეროში იმ მიმართულებით, რომ დაიწყო მოხმარება. ანუ აბსოლუტურად შეიცვალა ეს ტენდენცია რა, აბსოლუტურად აღმავალია რა და ამით ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მოკლედ ჯამურად ეს არ არის ისეთი ნეგატიური მოვლენა, უпростоრად მე გეუბნები მომხმარებლის გადმოსახედიდან. ეს არ არის ძალიან რთული მოვლენა, ამის ახსნას ვცდილობ. და რობოტებთან დაკავშირებით ჩემი აზრით ცოტა რთულად არის საქმე და აი არ ვიცი, მე სიმართლე გითხრა, ღრმად მჯერა და მწამს იმისა, რომ კაცობრიობას გაუჭირდება ძალიან შეიძლება რაღაცა მომენტში დათანხმდეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება დათანხმება, რომ ხელოვნური ინტელექტი მაგ ფორმით რომ რობოტების ფორმით იყოს გაცოცხლებული. კი, შემოვიდეს ცხოვრებაში. თუმცა დათანხმდება ორ რაღაცას, ერთი რასაც დათანხმდა უკვე ვებ ინტერფეისში გამოხატული და მეორე გარკვეულ ტექნოლოგიებში ჩაშენებული. მაგალითად სამედიცინო ტექნოლოგიებში ჩაშენებული, ან რაღაცა საწარმოო ტექნოლოგიებში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები. მაგასაც გარკვეულწილად დათანხმდა Tesla. ან სხვა რაღაცა, სადაც უკვე გვაქვს რესტორნებში რომ გახსნა და მათ. კი, უბრალოდ არ ვიცი, ხა შეიძლება მე ძალიან ისე ზედაპირულად ვშელობ რობოტების თემაზე, უბრალოდ არ მჯერა, რომ ამას მარტივად დათანხმდება. თან მანდ ერთი მომენტია კიდე ბევრი წლის მანძილზე რობოტებთან დაკავშირებით საზოგადო კაცობრიობაში და საზოგადოების გონებაში ცოტა ნეგატიური სცენები გავრცელდა ფილმებიდან, რაღაცა ისტორიებიდან და მოკლედ ბევრი რაღაცა უმაგრებს სურგს, რატომაც შეიძლება გაჭირდეს ძალიან ამისი ადაპტირება. გასაგებია. ნახე, ესეთი კითხვა მაქვს რა. წელს რაღაც ცოტათი შევეხეთ კიდევაც რა, მაგრამ ეგეთი სურათი მაქვს ხა მე აი კაცობრიობის ისტორიაში აი ადამიანის მთავარი იარაღი ხო რა იყო მისი ფიზიკური ძალა იყო და მისი ინტელექტი. ადრე ვნახეთ რომ აი ეს ფიზიკური ძალა, ფიზიკური შრომა და ეს ყველაფერი შედარებით გამარტივდა სხვადასხვა ტექნიკებით შემოვიდა ტრაქტორი, ესეც ანუ მანქანები შემოვიყვანეთ სიტყვაზე და ეს ფიზიკური ძალა რაღაც დონეზე ჩავანაცვლეთ. შემდეგ უკვე გამოდის ახლა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამბობს რომ მე უნდა გავხდე ადამიანივით ჭკვიანიო, ხო? და ამის მიზანიც ეგ არის, ანუ ფიზიკური ძალა ჩაგვინაცვლეს და უნდათ რომ ახლა ჩვენი ასე ვთქვათ გონება, ანუ აზროვნება ჩანაცვლდეს მაგ ყველაფრით. თუ ერთიც და მეორეც ჩანაცვლებადია, მაშინ მომავალში შენ ადამიანის როლს რაღაცში ხედავ? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მნიშვნელოვანი საკითხია. მოკლედ, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა შენც აღნიშნე ახლა რევოლუცია სერიოზული. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა რევოლუცია რაც მომხდარა მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდებოდა ფიზიკური ტექნოლოგიების განვითარებას. უпростоრად ფიზიკურობასთან იყო კავშირში ყველაფერი. არც ერთი არ ყოფილა ღრმად დაკავშირებული თვით კომპიუტერიზაციაც კი ღრმად დაკავშირებული არ ყოფილა ასე ვთქვათ ადამიანის ინტელექტთან პირდაპირ პროპორციულად. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერიზაცია ყველაზე ახლოს იდგა ამასთან. ხელოვნური ინტელექტი ერთადერთი ახალი რევოლუცია, რომელიც ღრმად დაკავშირებულია კოგნიტურ ადამიანის კოგნიტურ ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან. ანუ უპირებს ადამიანს, შე როგორც თქვი, რომ მე შემიძლია არა მარტო ჩაგანაცვლო იმაში, რომ ქარხანაში რაღაცა შევკერო და დაზგის სახით და შენ არ მოგიწიოს კერვა სახლში ან რაღაცა შენ სახელოსნოში, არამედ მე შემიძლია შენი გონებრივი შესაძლებლობებით ჩავანაცვლო. აქედან გამომდინარე არის ძალიან რთული თემა. ანუ ასეთი გამოცდილება ჩვენ არ გვქონია. პირველია კაცობრიობის ისტორიაში ასეთი გამოცდილება და შენ რა საფრთხეზეც მიანიშნე არის სრულიად ვალიდური ეგ საფრთხე. მანდ ჩემი აზრით ყველაფერი დადის მიშა შეხედულებაზე, როგორი შეხედულება გვაქვს ჩვენ ადამიანებისა და კაცობრიობის მიმართ. თუ გვაქვს შეხედულება იმისა, რომ კაცობრიობა ნებას დართავს, რომ მანდაც ჩაანაცვლოს, გამოსავალი არ რჩება სხვა, ხა რაღაცა სასწაული ვერ მოხდება. თუ კაცობრიობა მენტალურად ვერ გადალახა ეს, ვერ ჩამოაყალიბა სწორი პოზიცია, ჩემი აზრით რაც არის და ნება მისცა, რომ კი, შენ ოკეი ვარ და შენ შეგიძლია მე ინტელექტუალურადაც მთლიანად ჩამანაცვლო, ჩემი მოსაზრებით ამის იქით კაცობრიობის გზა ძალიან გრძელი აღარ არის.
ანუ ვეღარ მიდის, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლია გადააბაროს ყველაფერი. უბრალოდ მე რწმენის დონეზე არ მჯერა მაგას, მე მივხვდი? მე არ მჯერა, რომ კაცობრიობა ვერ გადალახავს მაგას და კაცობრიობა ვერ მიუჩენს ყველაფერს თავის სახელს ვერ დაარქმევს და თავის ადგილს ვერ მიუჩენს. მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობა უბრალოდ იტყვის ეგეთ რაღაცას, რომ აი შენ გარკვეულწილად ამ კოგნიტურ შესაძლებლობებს აიღებ შენს თავზე, ამ ფიზიკურ შესაძლებლობებს აიღებ შენს თავზე, რომელსაც გააკეთებ, მაგრამ ჩემი როლი არის ეს. ჩემი როლი არის საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები და ჩემი ფუნქცია მოვალეობები არის ეს და თავის როლს დაიტოვებს. მე ამისი მჯერა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ვიღებთ ნონსენსს. ანუ კაცობრიობა ჩერდება მაშინ. ანუ განვითარებას ვეღარ ხედავ იმის იქით, თუ მთლიანად ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ან მანქანებს გადავაბარებთ 100%-ით ყველაფერს. გასაგებია. ისე შენი აზრი მაინტერესებს იცი რაზე? ანუ რა უფრო სახიფათო არის, ანუ ბავშვებისთვის, ანუ AI-ის გარეშე გაზრდა თუ AI-სთან ერთად ყველაფერს გავლა, იმიტომ რომ აი მაგათაც წარმოიდგინე ბავშვი, რომელიც სიტყვაზე დაწყების კლასებშია რაღაცა და მათემატიკის მასწავლებელი მიცემს რაღაც ამოცანებს, რომ ესენი ივარჯიშეთ, რომ ტვინი გავარჯიშდეთ და ანუ ტვინი იყოს სულ აქტიური, ხო ტვინს ხო ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც დონეზე ამოცანების ამოხსნა, რაღაცების სწავლა, რომ სულ აქტიური იყოს და განვითარდეს და გაძლიერდეს და ლოგიკა ჩამოუყალიბდეს და ასე შემდეგ და თუ ბავშვი თავიდანვე დაიწყებს ხელოვნურ ინტელექტისთვის ყველაფრის ჩაგდებას და პირდაპირ მაგ ყველაფრის გამოყენებას, მაინტერესებს, კარგი არის, ცუდი არის და ბავშვი, ანუ მოკლედ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად უნდა გაიზარდოს თუ მის გარეშე. მესმის. ასე ვიტყოდი ამ შეკითხვაზე პასუხს, ყველაზე მარტივი არის ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება, როცა გვიწევს ორი არჩევანი მხოლოდ, ან საერთოდ უარი ვთქვათ რამეზე, ან მთლიანად ჩავერთოთ. აი ეს არის 2x2 4. ყველაზე მარტივია, ხო? ან მთლიანად ჩავერთვები, ან მთლიანად ვიტყვი უარს. რა არის ყველაზე რთული? ყველაზე რთული გადაწყვეტილება და სიტუაცია არის, როცა გვიწევს შუალეთი. როცა გვიწევს ზედმეტი გონებრივი ანალიზი, რომ რა მომენტებში შეიძლება ვთქვათ უარი და რა მომენტებში შეიძლება დავეთანხმოთ. და კაცობრიობის პრობლემა არის ის, რომ ურჩევნია ხოლმე უკიდურესი გადაწყვეტილებები, ან ერთი, ან მეორე, ვიდრე აი ეს გონივრული მიდგომა ხოლმე, იმიტომ რომ ეს გონივრული მიდგომა მოითხოვს მეტ დროს, მეტ ადამიანის გამოთვლით რესურსს, ჩართულობას, მეტ ძალისხმევას, მეტ რესურსს სხვას ნებისმიერს. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ არის საუკეთესო გამოსავალი, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ, უფრო სწორად სისულელე გამოსავალი მგონია ეს ამბავი და არ არის გამოსავალი და ისეთ სისულელე გამოსავალი მგონია, რომ ყველაფერში 100%-ით გამოვიყენოთ და უბრალოდ ვაკოპიროთ. ყველაფერი დაგენერირებული და ყველაფერი მას გავაკეთებინოთ. შუალედი მგონია საუკეთესო გამოსავალი, როცა შეგვიძლია ჩვენ რომ ხელოვნურ ინტელექტს უბიძგოთ რაღაცების გენერაციისკენ, მაგრამ ჩავერთოთ ჩვენ ერთი-ორად იმის ანალიზისკენ, იმის ანალიზისთვის და ასე ვთქვათ, სწორი შეხედულება და მენტალიტეტი გქონდეს. აი ამ შაბლონურ სიტყვებს რო გავცდეთ ახლა, აი მაგალითს მოგიყვანთ და უფრო მეტად მიხვდებით რას გულისხმობ. რაღაცა საკითხი რომ მაინტერესებს, ხელოვნური ინტელექტის 3 სხვადასხვა მოდელი მაქვს ერთდროულად გახსნილი. ერთ სადაიმავე შეკითხვას 3-4 მოდელს ვუსვამ. ChatGPT, Gemini, Perplexity, Grok-ი, Claude. შეიძლება 5 მოდელსაც ველაპარაკებოდ ერთდროულად. და 5-ვე მოდელისგან მიღებულ გენერაციას მიშა ვაანალიზებ ჩემს გონებაში, ვიმახსოვრებ და გამომყავს ჩემი შუალედური ან აზრი, ან ტექსტი, ან შეხედულება. მოდი სხვა მაგალითიც ავიღოთ. ფოტო ან ვიდეო გენერაცია როცა გვიწევს, ერთდროულად ვიყენებთ 10 სხვადასხვა მოდელს, რაღაცა ნაწილს ერთგან ვაგენერირებთ, მეორე ნაწილს მეორეგან, მესამე ნაწილს მესამეგან, ვაკორექტირებთ და 2 საათი ჩვენ შრომობთ კიდევ იმისი კორექტირებისთვის. და მაგამდე კიდე სანამ დავიწყებდეთ 1 საათი უბრალოდ ვფიქრობთ. ან უბრალოდ ChatGPT-ს ველაპარაკებით და კონცეფციას ვალაგებთ. ანუ მივხვდი და მეორე გზით არჩევანი გვაქვს შემდეგი რაღაცა, რომ უბრალოდ ერთი მოდელი ავიღოთ, რაღაცა დავაგენერიროთ და გამოვიტანოთ
სამომხმარებლო დონეზე, ასე ვთქვათ, ყველასთვის. ან ჩვენი საკუთარი თავისთვის. ანუ ადამიანის არჩევანია, ხვდები, რომელ გზას აირჩევს? იმ გზას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააძლიეროს და საქმე გამოიყვანოს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, თუ იმ გზას, რომ უბრალოდ დასჯერდეს, რასაც ხელოვნური ინტელექტი აძლევს. კაცობრიობისა და ადამიანის მენტალიტეტი ჩემი აზრით უნდა იყოს და ყველაზე ოპტიმალური ეს არის, რომ მოახდინოს შედეგის ოპტიმიზაცია. საბოლოო შედეგის ოპტიმიზაცია. და საბოლოო შედეგის ოპტიმიზაცია არ გამოდის მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის წვლილით. ხელოვნური ინტელექტი გაძლევს დრაფტს და შეიძლება უფრო მეტსაც, მაგრამ არა საბოლოო პროდუქტს. საბოლოო პროდუქტი მაღალი ხარისხის გამოდის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ჩართულობით, მისი ანალიზით, მისი დროის ხარჯვით, მისი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებით. და აქედან გამომდინარე, მე მგონია საუკეთესო გამოსავალი, რომ ბავშვებს, მათ შორის მეც მიწევს ერთ-ერთ აკადემიაში სილაბუსის გაკეთება და ძალიან ბევრი გვიფიქრია ამაზე. და სილაბუსის დროს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ყოველთვის ხაზს უსვამთ იმას და აი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისეთი დავალებები და ისეთი მაგალითები ჩავდოთ ხოლმე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, რომელიც უბიძგებს მოზარდებს ბავშვები 6 წლიდან დაწყებული 16 წლამდე გაგრძელებული ბავშვებიდან მოზარდებამდე, მოკლედ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფია, რომ ისეთი დავალებები მივცეთ, რომელიც უბიძგებს, რომ თვითონაც ჩაერთოს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ის კი არა, რომ რაღაცა დააკოპიროს, არამედ თვითონ ჩაერთოს და მიიღოს ბევრად უკეთესი შედეგი. თავისი ანალიზი ჩართოს, თავისი ცოდნა, თავისი შეხედულებები, თავისი გამოცდილებები. აი, ერთსაც გეტყვი და დავასრულებ ამ შეკითხვაზე პასუხს. ძალიან მარტივი სკილია, რომ ხელოვნურ ინტელექტს რაღაცა დააგენერირო და გადმოიტანო. ეს აღარ არის გასაკვირი. შეიძლება წლების წინ იყო გასაკვირი ვიღაცება რო არ იცოდნენ, მაგრამ ეს უმარტივესი სკილი ამით ვერავის ვერ გააოცებს. ეგ კი არა ფოტო და ვიდეო გენერაცია, ვიდეო რო დააგენერირო და გამოიტანო საჯაროდ. ესეც მარტივი სკილი გახდა უკვე. აღარ ეს ადრე გაოცებას იწევდა, ხვდები? და ეხლა გაოცებას არ იწევს. გაოცებას რა იწევს, იცი? ეხლა იდეურად მოფიქრებული რაღაცა. იდეურად დაგეგმილი რაღაცა და იდეურად გამოტანილი რაღაცა. მაგალითად, აი მე ძალიან მომწონს, არ ვიცი ვისია, შენ რამდენად შეგიმჩნევია, არ ვიცი, პატივისცემით, ვინც მოიფიქრა ეგ ამბავი, ეს ბოლო კვირები, ბოლო 1-2 თვენახევარი გავრცელდა ინტერნეტში, როცა ბიჭს აქვს გაკეთებული ან გოგოს, არ ვიცი, ან ჯგუფს, მოკლედ აღებული პატარა AI ვიდეოები აქვს გამოშვებული, სადაც ხელოვნური ინტელექტის ვიდეოა, ხელოვნური ინტელექტის ხმა, სხვადასხვა საიტზე აქვს გაკეთებული და არის წიგნებს. არ ვიცი, რამდენად შეგიმჩნევია დოსტოევსკიდან დაწყებული, ჯემალ ქარჩხაძემდე დამთავრებული. კი, Facebook-შიც, TikTok-შიც ძალიან აქტიურად გვხვდება რა. მოკლე ვიდეოებია, 1 წუთიანი, წუთნახევრიანი და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აი, ძალიან ბევრ ათას ნახვას აგროვებს. ხო და ეს რატომ მოვიყვანე ხა ეს მაგალითი, იცი? ტექნიკური თვალსაზრისით ეს რთული არ არის. ანუ შრომას მოითხოვს, ასე ვთქვათ, საჭიროა ჩართულობა, მაგრამ გაკეთებადია. მაგრამ საჭირო ადამიანის ჩართულობა, რომ მოიგონოს, მოიფიქროს, ასე ვთქვათ, დაგეგმოს, აღასრულოს, გადააბას ერთმანეთში და ეს ყველაფერი გამოვიდა საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, კარგი და წარმატებული პროექტი. რასთან შედარებით ეხლა შენ მკითხავ? რასთან შედარებით და მე გიპასუხებ ასეთ რაღაცას. შანსი არაა, რომ არ იცოდე. ზაფხულში გავრცელებული ბებოების სულელური ვიდეოები მთელი TikTok-ი და მთელი Facebook, რომელიც კი 1-2 სასაცილო იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგწონდა ეგ პროექტი? ხო, რაღაც სისულელე იყო. აბსოლუტური სიბეცი. და უბრალოდ შეადარე ახლა ეს პროექტი მაგას, ხო? ანუ აბსოლუტურად სხვა თემა. აი, ერთით უაზრო აღფრთოვანება იყო მაშინ, რომ რაღაცა ვიდეოები გამოვიდა. როგორ გააკეთეს და რაღაცა ეგ იყო უფრო მან. კი, ოკეი, მაგრამ იცი რა, რაღაცა მომენტში მორალურობამდე მივდიოდით იქ, რომ ანუ პირველი შეურაცხყოფა იყო ფიზიკურად, ანუ ბებოებმა რა დაგვიშავეს. პირველი ეგ და მეორე, TikTok-ი ჩაულებრივად გაუზრდელდა, TikTok-ზე შესვლა აღარ მინდოდა.
ანუ ჩვეულებრივად ყველა მეორე ვიდეოში ხდებოდა გინება, უწმაწური სიტყვები, ოკეი, კაია, რომ ახალი ტექნოლოგია გამოვიდა და ოკეი, მაგამდე მე ვიცოდი როგორ გამეკეთებინა ეგ ვიდეო, მაგრამ ანუ ეგ კარგია საზოგადოებისთვის, აი გეკითხები ხა. შენ შეიძლება შვილი არ გყავს მაგალითად, მაგრამ დაან ძმა გეყოლება, ოკეია, ეგ TikTok-ზე რომ შედის ყოველდღე და 10-დან 9 ეგეთი ვიდეო ხდება. იდეაში ყველაზე სასაცილო მადის არის რომ TikTok-ის პლატფორმაზე ეგეთები იყო უბრალოდ ეხა ადგენდა ხელოვნური ინტელექტზე აკეთებინეს ყველაფერი რა. რა თქმა უნდა ძალიან რეალურად პლატფორმას აბინძურებ რა მაგითი და ვიღაც რომ მოდის კონტენტ კრეატორი ან ვიღაც სპონსორი რომ შემოდის რომ ფიქრობს ამ პლატფორმაზე შევიდე თუ არა უკვე უარია იმიტომ რომ გახსნის პლატფორმას ადამიანი რომელიც სიტყვაზე არ არის დიდად ჩახედული ან რაღაც ბიზნესის დამფუძნებელი რომ რაღაც გახსნის და ეგეთ რაღაცები ხდება всё მანდ უკვე პლატფორმაზე ხდება რომ ეგეთ ადგილას ამოუგდებ შენ რეკლამას რაღაც ცოტა ისეთია რა მაგიტო ეგ არა მარტო მაგ კუთხით ქმნის პრობლემას არამედ ზოგადად ბიზნესების დაინტერესებით და განვითარებით მაგ კუთხით კი გეთანხმები. ისე ბარემ ეხა კითხავ ეგეთ კითხვას შენი აზრით ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში ყველაზე დიდი მითი რა ხსმენია? საინტერესო კითხვაა ეგეც მადლობა ამდენი საინტერესო შეკითხვისთვის და კარგად ჩამოყალიბებული შეკითხვებისთვის. ბევრი არ მიფიქრია სიმართლე გითხრა მითებთან დაკავშირებით რა ასე ვთქვათ მოდი ასე ვიტყვი რა ყველაზე დიდი შეთქმულების თეორია რა მსმენია მაგაც გეტყვი პირველ რიგში რა მგონია უბრალოდ და აქაც მაყურებლის საყურადღებოდ ვიტყვი რომ ჩემი მოსაზრებებია ეხა ვერ ვამყარებ ყველა მოსაზრებას ფაქტებით და რიცხობრივი მაჩვენებლებით და 100 არგუმენტით ყველაზე დიდი შეთქმულების თეორია მგონია ის, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას მართლა სჯერა და სწამს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები რაღაცა კაცობრიობის გადაშენებისთვის და იმისთვის არის შექმნილი, რომ რაღაცა სერიოზულად ვიღაცა მართავს ამ ყველაფერს და ერთ კაცამდე დადეს ეს ყველაფერი, აი ეგ მგონია სერიოზული შეთქმულების თეორია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ ვთქვათ, ამას გარკვეული საფუძვლები აქვს ხოლმე, გარკვეული ჭეშმარიტებები აქვს და მართლა არსებობენ რაღაცა ჯგუფები სოფლიოში, რომლებიც რაღაცა სხვა მიმართულებით ფიქრობენ და აზროვნებენ, უბრალოდ იმდენად ფართომასშტაბიანი ტექნოლოგია და იმდენად დეცენტრალიზებული ტექნოლოგია ეს ყველაფერი გაშლილი ადამიანებში, რომ შეუძლებელია რომ მივიდეთ ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის მმართველობამდე ამ ყველაფერში. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, კომპიუტერზე ზუსტად ეგეთი შთაბეჭდილებები არსებობდა, ხო, რომ ეს არის რაღაცა იშმაკის მანქანა და რაღაცა. უბრალოდ არის ტექნოლოგიური განვითარების რაღაცა, ასე ვთქვათ, ახალი ინოვაცია, რომელსაც კაცობრიობა ან მიიღებს, ან არ მიიღებს, ან ასე მიიღებს, ან ისე მიიღებს. აი, ხო, არსებობდა სერიოზული შეხედულებები, რომ კომპიუტერი არის ეშმაკის მანქანა, რომელიც კაცობრიობას გადააშენებს. ხო, რა შედეგი მივიღეთ დღეს? კომპიუტერის გამოყენების მაჩვენებელი მცირდება და მცირდება და მცირდება. ხო, ესე? ანუ ბევრი ადამიანი იყენებს, რა თქმა უნდა, საქმეში, მაგრამ იყო დრო, როცა ყველანი კომპიუტერზე ვისხედეთ და არის დრო, რომ საერთოდ კომპიუტერ smartphone-ზე ვართ ყველა გადასული და ისიც გარკვეული კომპიუტერია, მაგრამ ტრადიციული ფორმით კომპიუტერი რაღაცა ჩანაცვლდა ცოტა სხვანაირი ტიპის ტექნოლოგიით. ან ტრადიციული ტიპის ტელევიზორი, რომელსაც წლობით ხალხი აღარ უყურებს ფაქტობრივად. აი ფაქტობრივად მოსუახლოვდება და ტელევიზორზეც თავიდან ეგეთი შეხედულებები არსებობდა. ეხლაც ხელოვნურ ინტელექტზე ეგეთი შეხედულებები არსებობს. და რაც შეეხება ამ შეთქმულების თეორიას, რომ თავი გავანებოთ, მითს რაც შეეხება, მითი უფრო მგონია მისტიკა, უფრო მგონია ის, რომ გონიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის რაღაცა არსება, რომელიც მართლა ფიქრობს, მართლა აზროვნებს და არის სუპერი რაღაცა. და სინამდვილეში დავდივართ სტატისტიკურ მოდელამდე, რომელიც დაფუძნებულია პროგრამულ ინჟინერიაზე და მათემატიკაზე. უბრალოდ ალბათობებზე, რომელიც მაგალითად დიდი ენობრივი მოდელი ChatGPT პროგნოზირებს უბრალოდ ორი სიტყვის მერე მესამე სიტყვას. და დავდივართ აი ალბათურ და სტატისტიკურ მოდელამდე, რომელიც აი მათემატიკითაა ჩავთვალოთ აგებული ეს ყველაფერი რა. ძალიან შორს წაგვიყვანს დეტალურად ალგორითმებამდე, რომ ჩავიდე და ეს ყველაფერი განვიხილო. მაგრამ
ეს არ არის რაღაცა არსება, რომელიც მართლა აზროვნებს, მართლა იაზრებს ყველაფერს, რასაც გვეუბნება და მართლა თავისი შეხედულებები გააჩნია. და ასევე მისტიკა და მითია ის ამბავიც, რომ ზოგს პირიქით მეორე უკიდურესობაშია გადასული ეხა და სჯერა, რომ უკვე ძალიან მაგარი ტექნოლოგიაა და უკვე შეგვიძლია 100%-ით ვენდოთ და რაღაცა უაზრო აღფრთოვანება აქვს რა. ესეც სხვა უკიდურესობა ზოგჯერ და ამასაც რაღაცა თავისი ნეგატიური შეხედულებები აქვს ხოლმე. აქედან გამომდინარე, მე მაყურებელს ვურჩევდი, რომ ესეთი მითიური და მისტიკური შეხედულებები ყოველთვის მაქსიმალურად რეალისტური შეხედულებებით ჩაანაცვლოს და რეალისტური შეხედულებები მხოლოდ და მხოლოდ ყალიბდება ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე. ვურჩევდი, რომ ისევ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ კვლევისთვის. ისევ ხელოვნურ ინტელექტს კითხონ ბევრი რაღაცა სხვადასხვა მოდელს ნებისმიერი საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით და მერე უკვე თავიანთი განსჯისა და გონებრივი შესაძლებლობების წყალობით საბოლოო დასკვნები გამოიტანონ. გასაგებია. მოკლედ, ეხლა ნელ-ნელა უკვე ბოლოში გავდივარ და ჩემი ბოლო კითხვა იქნება ეგეთი, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის მოკლედ რაღაც ნაწილებს შევეხეთ რა. და შენი აზრით დღევანდელი ეპიზოდისთვის თუ არის რამე ესეთ საკითხი, რასაც არ შევეხეთ რა და შენი აზრით რა იქნებოდა კარგი რომ ამ ეპიზოდში გაგვეჟღერებინა თუ რამე გამოტოვეთ რა რამე ისეთი ძირითადი. არ ვიცი ზუსტად რა შეიძლება კიდე ჩადებულიყო, მაგრამ ჩემი აზრით ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, რომელზეც არ გაგვიმახვილებია ყურადღება და ღირს ამაზე მსჯელობა და საუბარი. ეს არის გაბერილი ბუშტის ფენომენი, რომელიც ამ წუთში არსებობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. რაც ბევრ რამეს გულისხმობს და ძალიან კონცეფციებში არ წავარ, მაგრამ ჯამურად და მარტივად რო ვთქვა, ეს არის თემა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არსებობს უზარმაზარი ჰაიპი, გადაჭარბებული მოლოდინები, არსებობს უზარმაზარი ინვესტიციები მსოფლიოს გარშემო, ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამონაგები ყველა თვალსაზრისით, ფულიდან დაწყებული, სხვა შედეგებამდე დამთავრებული არის შედარებით ნაკლები. შედარებით კი არა, გაცილებით ნაკლები, ალბათ 70-30-თან. მარტივად რო გითხრა, კიდევ უფრო მეტად რო დავაკონკრეტო, რას გულისხმობ, რამდენი ორგანიზაცია იცი ან საქართველოში, მაგალითად, უცხოეთში უფრო წარმატებული მაგალითები არსებობს, რომლებიც უკვე გაზომა რა შედეგები დაუდო ხელოვნურმა ინტელექტმა ორგანიზაციული მასშტაბით. შედეგები რა შეიძლება იყოს? შედეგები შეიძლება იყოს დრო დაზოგილი, ახალი პროდუქტები დამატებული, გაძლიერებული თანამშრომლები, მოკლედ ბევრი ფინანსები, მოკლედ ბევრნაირი სხვადასხვა შედეგი დაიდო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არ დაწყებულა პროცესი გაზომვების, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო აღრიცხვა გავაკეთოთ, რომ ეს ტექნოლოგია კი არის და კი ამხელა მოლოდინებია და კი ამხელა ინვესტიციებია, მაგრამ რეალურად რა შედეგები გვაქვს? აი როგორ შეიცვალა? აი ამისი გაზომვა არ არის დაწყებული, პროცესი არ არის დაწყებული. რა თქმა უნდა, ეხა ამის გაზომვას არავინ არ დაიწყებს სოფლიო დონეზე ერთობლივ სტატისტიკურ კვლევას, სოციალურ კვლევას ვერ ჩავატარებთ, მაგრამ რაღაცა ფორმებით შეიძლება დაიწყოს ეს ყველაფერი. რაღაცა მომენტში აუცილებლად დაიწყება და ბევრი რაღაცა გამოჩნდება. და ჩემი აზრით, სიმართლე გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ვინც აი შენს მაყურებელს მივმართავ, შეიძლება ბევრი ბიზნეს დამფუძნებელიც გვიყურებს, ან ტოპ მენეჯერიც გვიყურებს, ვინც აი ახლა ცდილობს ორგანიზაციებში დანერგოს ხელოვნური ინტელექტი, ან თუნდაც საკუთარი თავისთვის გამოყენება დაიწყოს, ან თავის დეპარტამენტებში გამოყენება დაიწყოს, ერთ მნიშვნელოვან რჩევას მივცემდი. პროცესში, დანერგვის პროცესში, იმასთან ერთად, რომ ახალ ტექნოლოგიას ნერგავს, ჩადოს თავშივე შემოწმების რაღაცა მექანიზმი, დათვლის რაღაცა მექანიზმი და უბრალოდ მიყვეს ამის აღრიცხვას. რომ არ მოხდეს ისეთი რაღაცა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია დაანერგოს სადმე და მერე თაროზე შემოდოს. და არ იყოს შედეგები გაზომილი. ყველამ გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რეალურად რა შედეგებს გაძლევთ.
რეალურად როგორ ყალიბდება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში, რამდენად წარმატებულს გხდით. და შედეგი არ არის ის, კიდევ ერთხელ ამითი დავასრულებ, ყურადღებას გავამახვილებ ამაზე, რომ საბოლოოდ წარმატებული შედეგი და წარმატების ფორმულა არ არის ის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს ჩვენი საქმეების 90% და ჩვენ უბრალოდ განვითარებას შევწყვეტოთ. ეს არის წარუმატებლობის ფორმულა. წარმატების ფორმულა არის ის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს თუნდაც შეიძლება ჩვენი საქმეების 99%, მაგრამ 99% ჩვენ გავაანალიზოთ, გადავხარშოთ, რაღაცებში დავეთანხმოთ, რაღაცებში არ დავეთანხმოთ, რაღაცები დავუკორექტიროთ, რაღაცები საერთოდ შევცვალოთ და ახლით ჩავანაცვლოთ და ბოლო 1%-ით ჩვენ ან დავაეფრუოთ მთლიანად, დავეთანხმოთ, ან საერთოდ უარ ვყოთ. აი ეს მგონია წარმატების ფორმულა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. მადლობა, ძალიან დიდი იდეალური ის იყო, რა ქვია, ფინიშში ასვლა და მადლობა პირველ რიგში რომ ესტუმრე და გამიზიარე ეს ყველაფერი. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ უყურეთ ეპიზოდს, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.